მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოთმინებისთვის. არ არის ნამდვილად მარტივი ესეთი არქეოლოგიური ანგარიშების, ტექნიკური ანგარიშების მთელი დღის განმავლობაში მოსვენა და მადლობას გიხდით, რომ დაელოდეთ ბოლო მოხსენებას. მე წარმოგიდგენთ ფარავნის ექსპედიციის 2025 წლის შედეგებს. ჩვენი ექსპედიცია მოგეხსენებათ ფარავნის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს 2003 წლიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ხორციელებდით ექსპედიციას 2003 წლებში, როდესაც გაითხარა მესამე 1000 წლეულის ყორღანი, შემდგომ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული იყო ჩვენი ექსპედიციის მიერ აქ არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება და განახლდა 2018 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ დისტანციური ზონდირების მეთოდით ფარავნის მიმდებარე ტერიტორიის კვლევა. დისტანციური ზონდირების მეთოდი მოგეხსენებათ ძალიან აქტიურად გამოიყენება თანამედროვე არქეოლოგიურ კვლევებში. ეს გახლავთ არქეოლოგიის დისციპლინის, ქვედისციპლინის ლანდშაფტის არქეოლოგიის ერთ-ერთი მეთოდოლოგია. და ძალიან ისეთი მომწონს გამოთქვა, რომელიც აღწერს, რას შეისწავლის ლანდშაფტის არქეოლოგია. არსებობს ესეთი გამოთქვა, რომ ლანდშაფტის არქეოლოგია სწავლობს კაცობრიობის მეხსიერების პეიზაჟს. ესე რომ ვთქვათ, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენ ფარავნის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიმართულებით რო კვლევა დავაგვეწყო, რადგან ეს გახლავთ ალპური ზონა მოგეხსენებათ და აქ ძალიან კარგად ჩანს სატელიტურ რუკებზე არქეოლოგიური ძეგლების განლაგება. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს 2025 წლის სამუშაოებს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სამუშაოები გაგვეგრძელებინა სოფელ ვლადიმიროვკაში მდებარე ნამოსახლარზე და მეგალითურ ციხეზე, ანუ ციკლოპურ სიმაგრეზე. მანამდე როგორც მოგახსენებთ, ფარავნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ვაწარმოებდით სოფელ ტამბოვკაში, ანუ ხულგუმოში გათხრებს, სადაც გაითხარა ბრინჯაოს პერიოდის ყორღანი და ასევე შუა საუკუნეების ნასახლარებზე გავაკეთეთ საკონტროლო თხრილები. ვლადიმიროვკა გახლავთ დასახელება მე-19 საუკუნის, როდესაც რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში მოხდა აქ რუსი სექტანტების ჩამოსახლება და სწორედ აქედან ხდება ამ სოფლის დაარსება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მანამდე ჩვენ ისტორიულ წყაროებში გვაქვს შუა საუკუნეების ქართული სოფლების დასახელებები და მოხსენებული არის ერთ-ერთი სოფელი მახარონი, მახაროსი და ამის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში არქეოლოგებს, სხვადასხვა მეცნიერებს გამოთქმული აქვთ მოსაზრება, რომ დღევანდელი ვლადიმიროვკის თანამედროვე, ანუ მე-19 საუკუნის სოფელთან არსებული დასახლება, ნამოსახლარი ხო გამოვიყენო, აი ეს ნასახლარი შეიძლება იყოს წყაროებში მოხსენებული ქართული სოფელი მახარონი. ძალიან საინტერესო იყო ასევე მთაზე არსებული ციკლოპური
ციხე, მეგალითური ციხე, მოგეხსენებათ, რომ მეგალითური ციხეების დათარიღება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ქართულ არქეოლოგიაში და ძალიან საინტერესო იყო ამ ნასახლარის და ამ მეგალითური ციხის მიმართება ერთმანეთში. ჩვენ გავაკეთეთ 2018-19 წლებში აეროგადაღებები ფარავნის ტერიტორიის ფარავნისთვის მიმდებარედ, სწორედ ამ პერიოდში არის დაფიქსირებული ამ ნასახლარის, ესე იგი, რელიეფის ციფრული მოდელი გაკეთდა და ეს გახლავთ ასევე აეროგადაღება და 2025 წელს უკვე თქვენ ხედავთ ამ ტერიტორიებზე გაკეთდა პირველ ტერასაზე და მეორე ტერასაზე სულ 4 თხრილი ზომით 2-3-ზე და ეს თხრილები გასწორებული იყო, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის მიმართულებით და ასევე მიუყვებოდა სახლის კედლებს. ჩვენ პირობითად დავარქვით ამ პირველ და მეორე ტერასაზე არსებულ ოთახებს სახლი ნომერი 1 და სახლი ნომერი 2. რაც შეეხება ციხეს ციკლოპურ ციხეს, აქაც გაკეთდა 2 თხრილი, იგივე ზომებით 2-3-ზე. მოგეხსენებათ, ეს გახლავთ სანგანზომილებიანი გამოსახულება თვითონ ციხის და როგორც მოგეხსენებათ, ციკლოპურ სიმაგრეზე ძალიან რთული არის მოიძებნოს ტერიტორია, რომელიც არ არის ჩამონაშალი ქვით დაფარული, ამიტომ ზუსტად ამ პრინციპით იქნა შერჩეული ეს ტერიტორიები და გაკეთდა 2 თხრილი. რაც შეეხება შედეგებს, სახლი ნომერი 1-ში გაკეთებული იქნა 2 თხრილი და დაახლოებით 50 სანტიმეტრიდან, დაახლოებით 50 სანტიმეტრიდან 80 სანტიმეტრამდე სხვადასხვა სიღრმეზე იყო სხვადასხვა თხრილში, გვხვდებოდა ხის ძელები, რომელიც არის ეგრეთ წოდებული სახლების გადახურვის კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილი. სახლი ნომერი 2-ში ასევე ჰქონდა ხის ძელები, უფრო ნაკლებად შემორჩენილი ნაშთებით, მაგრამ შემდგომ რო გავაკეთეთ ჩვენ პალინოლოგიური ანალიზები, რომელზეც მექნება საუბარი, დადასტურდა ძალიან დიდი რაოდენობით მუხის მერქნის მტვერი და შესაძლოა ეს ყოფილიყო ხის მასალა ყოფილიყო მუხა. სახლი ნომერ 2-ში დაფიქსირდა ასევე მცირე ზომის თონე და გათხრების დროს ნაყარ-მასალაში გვხვდებოდა ძირითადად სხვადასხვა, ესე იგი, ცხოველების ძვლები, ასევე ნაყარ-ფენაში იყო განვითარებული შუა საუკუნეების თიხის ფრაგმენტები, მსგავსად ხულგუმოში ჩვენს მიერ გავრებული თხრილების დროს აღმოჩენილი ზუსტად იგივე სიტუაცია ჰქონდა, რაც დამახასიათებელია მიწურებისთვის, რადგან მიწურის ტიპის სახლებისთვის დამახასიათებელია ხის, შემდეგ მცირე ქვის ფილები და მიწის ფენით გადახურვა. სავარაუდოა, ჩვენ ვარაუდობთ, რომ ეს მოჭრილი ფენებიდან მოჭრე სადღაც მიწა მოიტანეს და დაყარეს ამ გადახურვაზე და ეს იყო რაღაც იმის, რა ქვია, კონტექსტის გარეშე მასალა. ამიტომ ეს ამ ნასახლარის დასათარიღებლად ნამდვილად არ გამოგვადგება. ეს გახლავთ სანგანზომილებიანი მოდელები ამ ჭრილისა, სახლი ნომერი 2-ის და რაც შეეხება მასალას, ეს განეკუთვნება მასალა ძირითადად გვიანი შუა საუკუნეებს, როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ შუა საუკუნეების სპეციალისტებს, მათ დაგვითარიღეს მე-14 და მე-16 საუკუნით ეს მასალები. აქ იყო ძირითადად სამეურნეო სახის თიხის ჭურჭელი, ძირითადად ფრაგმენტულად, ასევე გვხვდებოდა ლითონის წკირი და ჭრაქის ფრაგმენტები და სალესი ქვა და ასე შემდეგ, რაც ძირითადად დამახასიათებელია ხოლმე შუა საუკუნეების ნამოსახლარებისთვის. რაც შეეხება მეგალითურ ციხეზე აღმოჩენილ მასალას, დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩვენ დაგვხვდა თიხის ფრაგმენტები, რომელიც ერთ-ერთმა შუა საუკუნეების სპეციალისტმა გვითხრა, რომ ეს გახლავთ ქოცო, რომელიც უნდა გაეკუთვნებოდეს შესაძლოა მე-12 საუკუნეების, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ჯერ ფოტოთი დაათარიღო და საჭირო არის ადგილზე ინახოს და თუ შუა საუკუნეების სპეციალისტებს ამის შესახებ აზრი ექნებათ, სიამოვნებით მოვისმენთ და სიამოვნებით თანამშრომლობისთვის ჩვენ დავდვართ და მუდმივად გახსნილები ვართ.
შემდგომ მოხდა გათხრების შემდეგ რეკულტივაცია და რაც შეეხება პალინოლოგიურ მასალას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ განხილულ ნიმუშებში ამ სპექტრში აღმოჩნდა პარაზიტი, რომელიც მხოლოდ ადამიანზე ვრცელდება, აღმოჩნდა ისეთივე პარაზიტი, რომელიც მხოლოდ თევზში სახლდება. ძალიან დიდი რაოდენობით იყო ხორბლისტვრის მტვერი და აგრეთვე ხორბლის ნათესებისათვის დამახასიათებელი სარეველების მტვერიც და ვფიქრობთ, რომ აქ სავარაუდოდ ხორბლის ყანები უნდა ქონოდათ, რაც ძალიან კარგად ემთხვევა დათბობის პერიოდის შკალას, ესე რომ ვთქვათ. ჩვენ ვიცით, რომ მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პროექტის ძირითადი მიზანი გახლავთ არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა კლიმატური ცვლილებების ფონზე. როგორ ხდება ადამიანების, ვთქვათ, საზოგადოებების და კულტურების აქ განსახლება კლიმატური ცვლილებების ფონზე. ჩვენ ამ მიმართულებით თანაშრომლობთ ილიას უნივერსიტეტთან, ასევე სხვადასხვა უცხოურ უნივერსიტეტებთან, რომლებიც ამ მიმართულებით კვლევებს აკეთებენ და მინდა ვთქვა, რომ არქეოლოგიური ძეგლები ძირითადად, რასაც ჩვენ უყურებთ და ამ ნასახლარებს, რაც ზედაპირზე ძალიან კარგად ჩანს, თითქმის ერთნაირი სტრუქტურის არის. ძირითადად არის შუა საუკუნეების, ყოველ შემთხვევაში აქამდე არსებული მასალა ძირითადად შუა საუკუნეების გვხვდება და არის ყორღანული სამარხები, რომლებიც განეკუთვნება ბრინჯაოს ხანას, როგორც ვიცით და ზუსტად ემთხვევა კლიმატური ცვლილებების შესახებ, რაც გაკეთებულა აქამდე კვლევები, როგორც მოგეხსენებათ, აქ ტბის სედიმენტებსაც სწავლობენ და მე-6000 წლეულიდან იწყება აქტიური დათბობის პერიოდი და ასევე უკვე მე-10 საუკუნიდან მე-13 საუკუნეებშიც ასევე გახლავთ აქტიური დათბობის პერიოდი, რაც არქეოლოგიურ ჯერჯერობით არსებულ არქეოლოგიურ მასალას ძალიან კარგად შეესაბამება. და დანარჩენს შემდგომი კვლევებით ვიმსჯელებთ სავარაუდოდ. ეხლა რაც შეეხება ამ ნაწილს, რომელიც ფარავანთან არ არის კავშირში, ჩვენ 2025 წელს ვაპირებდით ლიდარული კვლევებით გადაღებას ლეჩხუმის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ რაღაც ვადებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა ზამთრის პერიოდში ამ გადაღების გაკეთება და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წელს გაგვეკეთებინა სატესტო გასვლა ლიდარული გადაღებები რა შედეგებს გვაძლევს არქეოლოგიურ ძეგლებზე. შეირჩა ეს ქსნის მიმდებარე ტერიტორია, ნასტაგისის ტერიტორია და გავაკეთეთ ლიდარული გადაღება და მივიღეთ შემდეგნაირი გამოსახულებები, თქვენ კარგად ხედავთ. ეს გახლავთ ნასტაგისის ბაზილიკა, ანუ კედლები, შემორჩენილი ეკლესიის კედლები და ჩვენ ვიცით, რომ თქვათ ტყიან საფარში ვიცით, რომ ლიდარით გადაღებით მიღებული არის ტყიან საფარზე, რადგან მცენარეული საფარის მოხსნა ხდება შემდეგ პროგრამულად და ტყვის ქვეშ არსებული სტრუქტურები ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ. და გვინდოდა გვენახა, როგორი სტრუქტურები შეიძლებოდა დაგხვედრო და ესე გამოიყურება ის სტრუქტურები, რომელიც არ არის ბუნებრივი ფორმები. აქ ილია წარმოგიდგინოთ. ის გახლავთ რელიეფის ციფრული სანგანზომილებიანი მოდელი, რომელიც ლიდარული გადაღების შედეგად ეს შემდეგნაირად გამოიყურება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ხალხო, ძალიან საინტერესო პროექტი გაქვთ, მართლაც რომ მნიშვნელოვანი. ახლა მე თქვენს ბრძანეთ, რომ რა არის ამ პროექტის მიზანი და აი კლიმატური პირობების ცვლილება და ადამიანის საცხოვრისის ტიპის ცვლილება, რა თქმა უნდა, პრეისტორიული ხანიდან დაწყებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით ძალიან საინტერესო
პროექტია და ბუნებრივია რომ მარტო შუა საუკუნეებს არ მოიცავს ალბათ, ხო? იმიტომ რომ მაგ ტერიტორიაზე მოგეხსენებათ საკმაოდ მრავლად არის ადრებრინჯაოს ხანისა და ალბათ არის კიდევ ხალხოლითური პერიოდის ძეგლებიც მეცხრე ჯავახეთს და სამხრეთ საქართველოს გულისხმობს. რა მაინტერესებს აი ერთი ის შუა საუკუნეების როგორც თქვენ ძალეთ გვიანდელი მე-16 თუ მე-17 საუკუნეები თუ 18 საუკუნის მასალები არის ხო სადაც ძალიან კარგად ნაშენი კედელი ჩანს თხრილში ეს არის გვიანი შუა საუკუნეების ნაგებობის ნაშთი ხო და როგორც ჩანს ეს უნდა იყოს მიწაში ჩადგმული ხო თქვენ როგორ გიქრობთ ნახევრად მიწური ხო? ნუ ეს ერთი კითხვა და მეორე კითხვა არის ასეთი შინაარსის თქვენ მანდ თხრილები გააკეთეთ ციკლოპურ ბორცვზე, ციკლოპურ ციხეზე ასე ვთქვათ ხო? და როგორც თქვით და მოტანილი მასალებიდან დავინახეთ ის მასალები არის შუა საუკუნეების ხო? ადრეულია გვიანდელი ამაზე არ საუბრობთ. თქვენ დახვედით თუ არა აი ამ ციკლოპურ ნაგებობაში დედაქანამდე უძრავფენება. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ეს ციკლოპური ციხე არის გვიანი შუა საუკუნეებისა? არა, მოგახსენებთ ეხლავე. პირველ შეკითხვას ძალიან დიდი მადლობა. კი ბატონო. კი ბატონო. გიპასუხებთ და ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის და შეკითხვისთვის. რაც შეეხება ამ კლიმატური ცვლილებების ფონზე ძეგლების შესწავლას, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება შუა საუკუნეების მხოლოდ, ეს ჩვენ როგორც ხართ 2003-7 წლებში ადრეული ბრინჯაოს ადრეყორღანული პერიოდის ყორღანიც გავთხარეთ, შემდგომ 2019-20 წლებში გვიანი ბრინჯაოს ხანის ძეგლებზეც ვიმუშავეთ და რა თქმა უნდა, ეს მოიცავს უძველესი პერიოდიდან დღემდე პერიოდს. რაც შეეხება დათარიღებას, მასალები გახლავთ მე-14-მე-16 საუკუნეების, მაგრამ ვაპირებთ კიდევ რომ გავაგრძელოთ აქ არქეოლოგიური გათხრები და იმედი გვაქვს რომ უფრო ადრინდელ ფენებსაც მივაგნებთ და განვითარებული შუა საუკუნეების მერების დაგხვდება ამ ნასახლარზე, რომ საბოლოოდ გქონდეს იმის არგუმენტაცია იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არის ძველი ქართული სოფელი მახარონი. რაც შეეხება მეგალითურ ციხეზე, ციკლოპურ ციხეზე შეკითხვას, ეს იყო მე-10-მე-12 საუკუნეების მასალა, როგორც გითხრეს, ოღონდ ამას დადასტურებულად არ ვამბობთ და დედაქანზე დავედით, რა თქმა უნდა, ორივე თხრილში. პირველ თხრილში ძალიან მალევე გამოჩნდა უკვე კლდოვანი ფენა, სადღაც 50 სანტიმეტრში, ხოლო რაც შეეხება იქ, სადაც მასალა ამოვიდა, ესეც კლდოვან ფენაზე დავედით, დაახლოებით 1 მეტრის ქვევიდან უკვე იწყებოდა კლდოვანი ფენა, ანუ გრუნტის ფენა, ახლაც. კი. მე რატო ვიკითხე, როგორც ცნობილია, ბატონი გოდერძი ნარიმანიშვილი მუშაობს ამ მეგალითურ ციხეებზე მოგეხსენება და სადაც კი გაკეთდა თხრილები, გვიან ბრინჯაოზე ადრეული ფენები არა. რა და მაგიტომ ვკითხეთ მე რომ თქვენის გვიან შუა საუკუნეებს თუ ადრე შუა საუკუნეებს არ აქვს მნიშვნელობა. აი როდიდან ამაზე ადრეული მასალა ჩვენ არ გვიპოვნია. როგორც ჩანს, არა მარტო გვიან ბრინჯაოს ხანაში ხდება ციკლოპური ციხეების მშენებლობა, მე ეს მინდა რომ გავიგოთ თქვენგან, ხო თუ და შუა საუკუნეებში. შუა საუკუნეებში ხდება სავალალოდ გამოყენება. კი ბატონო. არა, გამოყენება მშენებლობას გულისხმობთ, არა თუ თქვენ ისეთ ადგილზე გათხარეთ, რომ ეს არ იძლევა ადრეულ მასალებს, ესაც კითხვაა, რა თქმა უნდა. თუ თქვენ დაგჭათ იმისი განცდა, რომ იმან არ მოგცათ ის მასალები, რომელსაც მოელოდით, ხო, ამ ციკლოპური ციხიდან, კიდევ ხო არ გეგმავს სხვაგან მოშინდოთ იგივე იმ ძეგლზე და იმან შეიძლება მოგცეს უფრო ადრე. თქვენასაც ამბობთ ეხლა რომ გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ის მე ვამბობ შენებლობას. შენებლობის პროცესზე ვერაფერს ვერ ვიტყვი შუა საუკუნეებში და გამოყენების კვალი აშკარად ჩანს. მასალა უნდა მოგცეთ, რომელიღაც თხრილმა მაინც უფრო ადრეული. რა თქმა უნდა.
შენების თარიღულის. შენების რა თქმა უნდა ვერაფერს ვიტყვით შუა საუკუნეებზე, მხოლოდ ამ ძალიან ფრაგმენტული გამოყენების კვალი ნამდვილად არედია. აი რაც შეეხება ალბათ ვიღაცასთან შეხიდებით თუ დაუშვათ უფრო სასურველია, ჩემი ეს სურვილია. ადრე ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული იმ ნამოსახლარების გათხრა და აი იმის მიხედვით მერე დაწყება როგორ იცვლება თუ ჩვენ კლიმატის ცვლილება კი ბატონო იმის რა ქვია პალინოლოგებისგან გვაქვს ჩვენ საკმაოდ კარგი წიგნი გამოსცეს ჩვენმა პალინოლოგებმა და პალეობოტანიკოსებმა ეს მასალები ძირითადად არის ან არარაქსის ნამოსახლარებიდან აღებული ან და იმებიდან ყორღანებიდან ხო კლიმატის ცვლილება მეტნაკლებად ვიცით მაგრამ თქვენმა აი ამ პროექტმა ჩემს ინტერესი გამოიწვია იმიტომ რომ თუ ჩვენ მივსადაგებთ იმ კლიმატის ცვლილებებს და სამოსახლოს ამ სახლების ტიპებს როგორ იცვლება დროში და აი ეს იქნება ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ დიდი მადლობა პირველი დადაბია. არა, ვიცი რომ ამას შემდგომში გააგრძელებთ და წარმატებებს ვისურვებთ ჩემი პოზიციიდან მე გავიცი. დიდი მადლობა ქალბატონოს საინტერესო მოხსენებისთვის. თქვენ ახსენეთ ნახევრადმიწური სახლები. მე მაინტერესებს თქვენ მიერ ნაგურისხევი ნახევრადმიწური სახლები. არის თუ არა გვიან შუა საუკუნეებში მესხეთ ჯავახეთში გავრცელებული ნახევრადმიწური სახლების იდენტური თუ რაიმე სხვა ტიპის სხვა თქვენ და თუ სხვა ტიპი არის რა განსხვავებებია მათ შორის. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, ამის შესახებ პასუხი სრულად რო გაგცეთ, უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ გაგვეგრძელებინა გათხრები და კიდე უფრო მეტი ინფორმაცია ქონოდა ამის შესახებ, მაგრამ დღევანდელი მონაცემით, რაც ჩვენს ექსპედიციას უმუშავია, მანამდე როგორც გითხრათ ხულგუმოში, ეს გადარჩენით არქეოლოგიას ეხებოდა, იმიტომ რომ ადგილობრივმა მოსახლემ თავის ეზოში ნახა რაღაც დიდი ლოდები, ესე ვთქვათ, იქ გავაკეთეთ ჩვენ თხრილი და დაახლოებით მსგავსი დაგვხვდა და შესაძლოა საქმე ქონდეთ ზუსტად ესეთი ნახევარმიწის ტიპის სახლებთან. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. და ასევე დამატებისთვის მინდა გითხრათ, რომ ბატონმა გიორგიმ რაც თქვა, მულტიდისციპლინური კვლევების გარეშე, მე ვფიქრობ, რომ მაინც რა თქმა უნდა, მგონია, რომ გამონაკლისი იყოს ვინმე, მულტიდისციპლინური კვლევების გარეშე ძალიან რთულია რამე სამეცნიერო შეკითხვებზე პასუხების ძიება, ამიტომ სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიური პროექტების განხორციელება, ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა. დიდი მადლობა. მადლობა.